როგორ ახართ გოგონები? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით ნახოთ მისი ენერგიები. საერთოდ მის ცხოვრებაში რა ხდება, როგორ არის, ასევე თქვენთან დაკავშირებით. და მის მიხედვით, მისი ენერგიებიდან გამომდინარე, მივყვეთ რა კითხვების წამოვა ნაკადში და რა თქმა უნდა, ყველას უღრმესი მადლობა თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. ნახოთ. აი ბოლო ვიდეოზე რა ძალიან მეუცნაურა ერთ-ერთი ქალბატონის კომენტარი და ალბათ როგორც მივხვდი, იმდენად სისტემატიურად მიყურებს, რომ ბოლო გაშლა 5 წლის მანძილზე მოეწონა და მითხრა, რომ რაღაცა მეც გავიაზრე და იცი რა, მე ძალიან მეცინება დახშულ აზროვნებაზე, იმიტომ რომ თუ ზოგად გაშლებს უყურებ და ჩემგან რაღაცას ელოდები, რაღაცა დაამთხვევებს და რაღაც მე გავიაზრე, ძალიან დიდი პრობლემაა ეს და ესე ვთქვათ, შევიწუხეთავე პირადად გამომეხატა ეს სამწუხარო რეაქცია თქვენთვის, იმიტომ რომ ფრთხილად იყავით კომენტარების დაწერაში, იმიტომ რომ თქვენ ავლეთ თქვენს ინტელექტს და შეუმდგარ ცხოვრებას, რაც ჩემი ზოგადი გაშლების უკან ხდება, თორემ მე პირადად ყველაფერი იდეალურად მაქვს პირადშიც და ცხოვრებაშიც. დამერწმუნეთ. დავიწყოთ. რა გავაკეთო, ვერ ვიტან ასეთ მითითებებს და რაღაცა პასიურ შეურაცხყოფებს. მე ვფიქრობ, რომ ვერავე აიტანს ამას. რა ენერგიებშია საერთოდ, მისი საერთო ენერგიები და მე თქვენთან დაკავშირებით. რა ენერგიებშია ეს ადამიანი, მოდე ვნახოთ. მისი საერთო ენერგიები ეს არის, როცა თითქოს ყველაფერი სტაბილურად აქვს ამ პიროვნებას, მაგრამ შინაგანი კმაყოფილება ნამდვილად არ აქვს. ისე კავშირში არის თქვენთან, რადგანაც ეს პიროვნება უყურებს, რომ თქვენ აშკარად ზღვარი გაავლეთ ამ ურთიერთობაში. მან უკვე იცის შენთან რა შეიძლება, რა არ შეიძლება და პირველ რიგში შენ იცი ეს. ესა ძალიან მნიშვნელოვნად აისახა. მე მაინც მგონია, რომ ამ ურთიერთობაში არ არის რაღაცა პირდაპირი კონტაქტი. ან თუ არის ცოტა ესეთი რაღაცა გაურკვეველი თითქოს რომ ხარ ურთიერთობაში, მაგრამ როგორც ყოველთვის ყველაფერი გაუგებარია. ყოველ შემთხვევაში მისი მოქმედებიდან. ეს თითქოს ყველანაირად რომ ცდილობს რომ კარგად არის, თვითონ თუ აცნობიერებს. ამას ახლა მე ვაკავშირებ, რაც თქვენზე ვთქვი, მაგრამ მე მაინტერესებს თვითონ თუ უკავშირებს, რომ კარგად რომ არ არის, რამდენად არის თქვენთან კავშირში. არის ეს კავშირში თუ უბრალოდ სხვა სიტუაციებიც არის პირდაპირ კავშირში არის. გაშვებული შანსები, გადაუდგმელი და გადაუწყვეტელი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, და იმპერატორი, რომელიც არ იმჩნევს დღევანდელ სიტუაციას და არ იმჩნევს, რომ ბევრი რამ აქვს შესაძლებელი, ან საერთოდ რომ ბევრზე ახლა ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ ურთიერთობისთვის დიდი ხანი არაფერი არ გაუკეთებია. რაღაცა ისე, რომ იტყვი, ვერ მოიკიდა ფეხი მაინც უშენო და შენი კვალი და უკვალობაც ამჩნია ამ ადამიანს. შენთან მიმართებაში რა ენერგიებშია, მოდი ვნახოთ. მაგარი დაფიქრებული ენერგიები აქვს. ახლა უფრო ზუსტად ხვდები, რომ შენ გინდა იყო მის ცხოვრებაში და არ იყო. ძალიან დიდი გავლენა გაქვს მასზე. მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ამას მართლა ხვდებოდე მაინც შენი თავდაჯერებულობიდან, მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანი ამას არ გაგრძნობენებს, იმიტომ რომ მე ვუყურებ, რომ ძალიან ჩაკეტილი ენერგიები აქვს, ბევრს ფიქრობს და უფრო გაშვებულ შანსებზე და კიდე რომელიც უნდა გადაწყვიტოს, თლად გაშვებული რომელიც არ არის და ამაშიც უკვე ფეხს ითრევს ადამიანი. თვითონ მთლიანობაში ურთიერთობა არის მოსუსტებული. მაგალითად, თუ ეს პიროვნება უკვე ურთიერთობაშია, არ აქვს მნიშვნელობა ოჯახი ისე, იქ ურთიერთობა არის მოსუსტებული, მაგრამ მაინც დგას და არ იცის რა გადაწყვეტილება მიიღოს. ზუსტად აირჩიოს ბედნიერება თუ არა და აქ არის ყველაზე უცნაური მომენტი, რომ ის ბედნიერება და ის ურთიერთობა, რომელიც შენთან გაუშვა და შესაძლებელია ახლაც გამოასწოროს ყველაფერი და მიიღოს გადაწყვეტილება, ამას ხო გრძნობს და ამას უყურებს, მაგრამ არანაირად რაღაცა, როგორ ვთქვა, არ აქცევს ყურადღებას არ მინდა, სიტყვა მინდა მოვძებნო. უარს ამობს ამაზე. ეს შეიძლება იყოს რაღაცა პასიური შიში, მაგრამ უარს ამბობს აშკარად ამაზე.
შენი ენერგიებიც როგორია? ყველაფერი გაქვს, ყველაფერი წესრიგში გაქვს, მაგრამ არა გაქვს ის რაღაცა სიმშვიდე, აი ქალს რო ჭირდება ეს ენერგიები, ეს როცა ადამიანი გელოდება, უყვარხარ თან, ვინ შენ გინდა, თორე შეიძლება სხვა გიждდებოდეს შენზე, მაგრამ აი რაღაცა ვერ ახარ ისეთი, მაგრამ შეგუი ამ ყველაფერს და უკვე მთლიანობაში ძალიან კარგად ააკონტროლებ ამ სიტუაციას, მაგრამ არ არის, აი მაინც გაქვს გააქტიურებული ის მოლოდინის რეჟიმი, რომ იქნებდა რამე შეიცვალოს უკეთესობისკენ. ამ ენერგიებიდან გეტყვის, რომ ეს ადამიანი ჯერჯერობით არაფერს არ შეცვლის, ამ ყველაფერს ჭირდება დრო. მასაც თავისი განსაცდელები აქვს. იცი, მაინც ვიკითხოთ, აი ეს განსაცდელი, რომ თითქოს იმასაც უყურებს, ვინც ურთიერთობაშია პარალელურად, რომ მოსუსტებულია იქ ყველაფერი და აქ რო თითქოს და მაინც უარს ამბობს, საიდან არის ეს გამოწვეული? რატო შეიძლება უყურებდეს შანსებს და არ აკეთებდეს? აი, საიდან არის ეს ყველაფერი გამოწვეული? ეს არის ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი შეცდომა. რაც კი შეიძლება ადამიანს მოვიდეს ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჯერს ერთიც თulis, რომ ეს ყველაფერი მაინც ტოქსიკურია და მიჯეჭვულობა და არ არის იმთლად კმაყოფილი, გამოწვეული არის იქედან, რომ შენთან სიყვარული, აი კონკრეტულად სიყვარული, რომ მისი ადამიანი ხარ. ეს ცვლის მთლიანობაში ყველაფერს. საერთოდ მე არ მიყვარს იმაზე საუბარი, ვინ იყო, ვინ წარსულ ცხოვრებაში, ვინ ის უყვარდა და მერე აქ რაღაცები რო ხდება, ძალიან დამაბნეველია და ძალიან საშიშია ამაში ჩაძიება, იმიტომ რომ გარანტიებს საერთოდ არ არის. ვერ დავიყრდნობით ამ ყველაფერს. მაგრამ ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ აი მართლა რო წარსულ ცხოვრებიდან ან სიზმარში რო გაქვს რაღაცა სურათი, ნანახი, რაღაცა გაგატრიგერა ამ ყველაფერმა და აი დღესდღეობით ამის ძალიან დიდი შეგრძნება, თითქოს აი ნაცნობი სურნელი რო არის, ძალიან ნაცნობი სიტუაცია როა და ამ ყველაფერზე მოკლედ აქვს შიშები ამ ადამიანს. არ უნდა ის. გეგონება ნანახი აქვს ეს ყველაფერი, გამოვლილია, მაგრამ პირისპირ რომ მართლა ამ სიყვარულზე, აი შენ რომ ისი ადამიანი ხარ, გააკეთოს, გადაწყვეტილება დაგირჩიოს. ამას არ ირჩევს, ეს არ უნდა, თან არც გიშვებს. იმაზე კიდე მინდა ვთქვა, რომ აი თან არ მიშვებს, თან მიშვებსო. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, ხო? გიშვებს. და შენ არ გჭირდება ნებართვა იმისთვის, რომ აი თან ასე იქცევა, თან ისე იქცევა, ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენ არ გჭირდება ნებართვა, ვინმე გაგვიშვებს თუ არა, ჩვენ ისედაც რომც არ გაგვიშვენ, მაინც წავალთ თუ გვინდა. ხო ასეა? ამიტომ აქ შენ ჩერდები. და შენ აჩერებ ძალიან ცუდ ადგილას ამ გონებას და ამ ფიქრს. ჩუმჩუმად ეპარება ამ ურთიერთობას, ჩუმჩუმად, იმიტომ რომ როგორი სიტყვა დავიჭირო, ვერ გავიგე. მას თვითონ მოლოდინები არაფერს არ აქვს, იმიტომ რომ გადაწყვეტილებაზე ვთქვი, რომ არაფერს შეცვლა არ უნდა. და უნდა იყოს რაღაცა ის ემოციური ჯაჭვი, რომელიც მართლა აღვიძებს და ეიფორიაში აგდებს ურთიერთობას და თქვენ ორივეს. თითქოს ამის შეგრძნებას არ მრჩება მე და ეს უნდა ძალიან. რაღაცა რაც იყო ისე ვერ არის. ასეთი არ დღევანდელი ენერგიები გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით. და ფრთხილად იყავით კომენტარებში, ერთმანეთი არ გავაღიზიან.